იმიტირებული საკნის კედელზე ვკითხულობთ. ცისა და ქვეყნის წინაშე დაუფარავად ვაღიარებ, რომ ნამდვილი თავისუფლება საკანში იშვა. სწორედ ამ საკნიდან იწყება მოგზაურობა თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმში. ეს არის იმიტირებული საკანი, სადაც განვათავსეთ მერაბის პირადი ნივთები, რაც ჰქონდა საკანში. იქ არის წერილები და საინტერესოა, როდესაც წერილებში ითხოვდა, რომ ახლობლებს მოიწყვეტათ ყველა ხიდან ფოთოლი და გაეგზავნათ მისთვის და სწორედ ეს ფოთლები მთელი ეს მისი გადასახლების პერიოდში ატარა გულის ჯიბით და ჩამოიტანა თბილისში. აქ ნახავთ ინფორმაციას მერაბის გადასახლების და მისი პატიმრობის შესახებ. ეს იატაკზე არის საბჭოთა პერიოდის, საბჭოთა კავშირის ტერიტორია. წითელი წერტილებით არის მონიშნული იმ პერიოდში გულაგები რაც იყო. ნახავთ ალბათ რაოდენობას, რა რაოდენობით არის ეს ადგილები. ხოლო ქალაქები, რომელსაც დატანილი არის ქალაქები, ეს არის სადაც თვითონ მერაბმა მოიხადა ეს საჭე. მერაბ კოსტავას სახლის მთავარი ოთახი პირვანდელი სახით არის აღდგენილი. ფოტო და ვიდეო მასალის მიხედვით ახლიდან შექმნეს შპალერი, რომელიც ამ სივრცეში ეროვნული გმირის სიცოცხლეში იყო წარმოდგენილი. ვეძებთ იქებს სადმე ყოფილიყო შენარჩუნებული ან დარჩენილი ძველი შპალერი ან ვინმე სახლში ქონოდა, მაგრამ ვერ ვნახეთ. ამიტომ მომიწია დახატვა ამის ხელახლა იმ ფერის მიხედვით და იმ ორნამენტის მიხედვით, რაც ჩანდა ფოტო და ვიდეო კადრებში და ასე რამდენჯერმე მომიწია ესე გადახატვა დეტალების ერთმანეთს და ბოლოს ეს უკვე ტექნიკურად დავპრინტეთ და ასე შესრულდა ეს კედლები. მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელს კურატორი ციცინო მაღლაფერიძე იღებს. ის ეროვნული გმირის ახლონათესავია, შესაბამისად კარგად ახსოვს ეროვნული გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. საწარმაგიდაზე ყოველთვის ედო ბიბლია, ეს მისი სამაგიდო წიგნი იყო და მუშაობდა ამაზე. აქვე ნახავთ თქვენ ბარათებს. მერაბმა ცოტა მოგვიანებით თავიდან ინგლისურს ეუფლებოდა. მოგვიანებით გადაწყვიტა გერმანული სწავლა, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო და აი ასეთ ბარათებზე ქონდა დატანილი ეს სიტყვები და აქვე ქონდა ხოლმე მაგიდაზე ჩამომწკრივებული ეს ბარათები და ყოველდღე რო გადაავლებდა თვალს, ამითი ასე ვთქვათ ადევნებდა თვალყურს თავისი ენის ცოდნის ხარისხს. ეს გახლავთ მისი ტელეფონი, რომელიც სულ ისმინებოდა სუკის მიერ და ძალიან საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა მერაბს ტელეფონთან. ხშირად ითიშებოდა ეს ტელეფონი და როგორც მერაბი ამბობდა ხოლმე, გაუთავდათ ბაბინა და ამიტომ გათიშეს ალბათო, მე ისე ვითვებოდა, ანუ მან იცოდა რომ ისმინებოდა, ამიტომ საუბრი გაყავდა ხოლმე ეზოში და იგრძელდებოდა მათი საუბარი. აქვე გვაქვს გამოფენილი მისი ხელნაწერი ნოტები, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი 8 წლი ქართული საგალობლების მოძიებაში და იმაში, რომ ის თავის მოსწავლეებს ასწავლიდა ამ საგალობლებს, ცდილობდნენ ხოლმე გასულიყვნენ ქალაქგარეთ რომელიმე ტაძრის მოსანახულებლად და ისინი გალობდნენ აი ამ საგალობლებს ამ ტაძრებში და ასე აცოცხლებდნენ მაშინ დაკეტილ ტაძრებს. კოსტავების გვარი ცნობილი ყოფილა როგორც ღვინის მწარმოებლები და აქ წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე ეტიკეტი მათ მიერ ნაწარმოები ღვინისა, რომელსაც ისინი თურმე ქუთაისში თეთრ ხიდთან არსებულ დუქანში ყიდნენ და ამით არჩენდა ივანე კოსტავა თავის ოჯახს. ეს ოთახი გახლავთ დედის ოთახი და შესაბამისად გამოვფინეთ მის საკუთრებაში არსებული ნივთები იმის საჩვენებლად, აი გახლავთ წერილები, რომელსაც წერდა დედამისი
ფაქტიურად განუწყვეტლივ, როგორც საკავშირო, ესე ადგილობრივ მთავრობებთან. იგი თვლიდა, რომ მისი შვილი იყო სრულიად უდანაშაულო და ითხოვდა მის განთავისუფლებას. რადიო მისი განუყრელი ნივთი, რომელსაც ისმენდა და მე მაშინ პატარა ვიყავი და ეს არ მესმოდა, რატომ უსმენდა ასე განუწყვეტლივ რადიოს და განსაკუთრებით უსმენდა იცით რომელ ამბებს რა ხდებოდა დასავლეთში. მაშინ მართლა გაუგებარი იყო ჩემთვის, მაგრამ მე მივხვდი რატომაც, იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება რაც ხდებოდა დასავლეთში, იცოდა რომ აისახებოდა მისი შვილის პატიმრობაზე და ამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამას. აქვე გვაქვს გამოფენილი მერავის ტანსაცმელი, მისი ლაბადა, მისი შარვალი, პერანგები, სვანური ქუდები, ფეხსაცმელი. სახლ-მუზეუმში მოეწყო საგანმანათლებლო სივრცეც, რომლის კედლებზე მოთავსებულია სამძიმრის წერილები. ისინი ოჯახმა მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მხოლოდ მათი წაკითხვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ ადამიანების განწყობა მერაბ კოსტავას შესახებ. ის სიცოცხლეშივე აღიარებული იყო ეროვნულ გმირად.